მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. რა გამოწვევა და პრობლემა დგას დღეს ოზურგეთში, რაზე საუბრობს ადგილობრივები და რისი გადაჭრა სურთ. პრობლემათა ჩამონათვალი ვრცელია, უმუშევრობა, დაბალი სოციალური ფონი, მაღალი ფასები, როგორც მედიკამენტებზე, ასევე საკვებზე, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები და მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც კვლავ გამოწვევად რჩება. ვნახოთ რა აწუხებთ და რას ითხოვენ ოზურგეთელები. გურია ტივის გამოკითხვაში. კონკრეტულად ოზურგეთისთვის ყველაზე დიდი გამოწვევად და პრობლემად რა რჩება და გურიისთვის? ხალხს უნდა მშვიდობა უნდა და სამსახური უნდა იგა. მეტი არაფერი. უმუშავრობა აბა რა კაცი გამოსული და მთელი დღე ბოდიშ თქვენდა და ყოყი ალავსო რაცხა 2 კაპიკი ვიშო. არა სამსახური. რო კითხო აგენს ახლა გინდა ოპოზიციას, გინდა ოცნებას რომ ვეძებთ მუშებს და მუშას თუ არ მიეცი რა უნდა ის. მუქთად ხო არ იმუშავებს ესეა რა. სიმშილობა, სიმშილის ზღვარზეა ხალხი მისული. აი დილივად ალბათ ჩვენმა ხელისუფლებამ რო გამევიდეს და დააკვირდეს ნარგვის ურნებთან რანაირი ადამიანებიდან და შეგეცოდება გული დამეწვა. აი მე თვითონ დავიტოვე გზისმული, მივიკელი და მივეცი ისეთი ხალხი დგება დილას და სანაგვე უნაში არიან ჩაყუდებული. პირველ რიგში ხელისუფლებამ ძალიან გთხოვთ მიხედოს ამ ხალხს, ამ გაჭირებულ ხალხს. მაგრამ რასაც არჩევნებში ფულს ხარჯავენ, მოახმარონ ამ ხალხს, ცოტა რაოდენობით მაინც მოუმატონ პენსია რაღაცა და ყველაფერი ჩამოყალიბდება. გურია თავიდან ბოლომდე პრობლემაა. ყველაფერი პრობლემური. რაცა ვითომ აი ყველაზე მეტად რა გამოყობს? ყველაზე მეტად გამომყოფამ ძაღლები როა უპატრონო ქუჩაში და გვეშინია გავლა. აი ეს ასაკონს რამოდენიმეჯერ მიკმინა და რამდენჯერ გევიკეთო აი შრატიც ხომ ფულთანაა დაკავშირებული. ეს ძაღლებს უეპატრონებიან არაუშავს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის? კი, ჯერჯერობით. კი. მე რაც ვატყობ. არაფერი პრობლემა არ გვაქვს? ჯერჯერობით რა ვიცი მე ხედავ ჩემში და სხვა რა ვიცი. ახლა არის უმნიშვნელო რაღაცები არის როგორ არა, მაგრამ ახლა ასე საგანგაშო მდგომარეობა არაა ნამდვილად. ეკონომიკა. ის კი პროდუქტებიც გეიზარდა, მაგრამ ადამიანს იმას რაღაცას გამონახავს, კიდო თუ წამას არსებო წავალით ჯამთელად გამოჯამთელდება და ცოცხალი იქნება, იმას რაღაცას შეიმუშავებს და შექმნის, მაგრამ როცა წამალს ვერ ყიდულო, ვერ შივას შექმნის ნაშრომს, ხო? აი ესა დამოკიდებულია და წამლის ფასი კატასტროფულად და გადავხედავთ კვირდება უფროსები და ჩვენც უნდა დევეყოთ მაგენი სიტყვას, რომ გადახედავენ და დროზე მოვხედავენ თუ არა. ახლა საშუალო ასაკის გარდაიცვალა, ვიძია კაცი. მომალთაობას ვერაფერს ვერ ასწავლის. პრობლემა გზები რა თქმა უნდა, ყველგან არა ეს გზები გაკეთებული, წყალის პრობლემაა ყოველთვის. ძალიან ხშირად თიშავენ, მიზღემში ტექნიკური სამუშაოების გამო ითიშება ეს წყალი და არასტაბილურად არის წყალი. საფხულშიც ძალიან ხშირად, ანუ 2 და 3 დღე არ არის წყალი ხოლმე ქალაქში. ახალგაზრდების უმუშევრობა და გადინება კადრების რაიონიდან. ახალგაზრდები კარბია. როარ წავიდნენ აქედან, რაღაც სამუშაო უნდა მისცეს და დააკავონ რაღაც. არ შეიძლება ეს. ესე იგი თავარი გამოწვევა და პრობლემა? პრობლემა არის ეს. უმწვავეს. გურის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ლაშა ჭელიძე დაინიშნა. ახალი მოადგილე სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხურჯუმელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა. ლაშა ჭელიძეს გააჩნია კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2020 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პირველი ევროპული სალონი გურიაში. ოზურგეთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის პროექტი ამჯერად ერთობლივად მასშტაბურად გააცოცხლეს და დამსწრეთ მე-19 საუკუნის მამია გურიელის სასახლის კარზე გამართული სალონური საღამო ავთენტურ გარემოში შესთავაზეს. ნომერ 1 და 2 წმინდა ნინოსა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა ეპოქის შესაბამისად გვამოგზაურეს და გურიელების ცხოვრება წარმოგიდგინეს. სადღესასწაულო მიღება გურიელების კარზე ვალსზე დასრულდა.
ღონისძიებას არაერთი სტუმარი, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუზეუმში გაიმართა ღონისძიება. მუზეუმების საერთაშორისო დღე 1976 წლიდან უკვე მუზეუმის საბჭოს მიერ 40 წელია არსებობს და ამ დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო მასშტაბით მუზეუმებში ღონისძიებები, აქტივობები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა შეხვედრები ტარდება. დღესაც ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გავაცოცხლეთ გურიელების სალონი, ჩვენი პროექტით პირველი ევროპული სალონი გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში წარმოგვიდგინეს ძალიან ლამაზი სალონური საღამო, რომელიც მიეძღვნა მუზეუმების საერთაშორისო დღეს. მინდა მიულოცო ყველა მუზეუმის თანამშრომელს ეს დღე და ძალიან მნიშვნელოვანი არის მუზეუმის მუშაობა საქართველოს ისტორიაში. მუზეუმი ეს არის წარსულისა და მომავლის და დღევანდელი დღის ნაერთი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ყველას რომ გავეცნოთ ისტორიას და ბავშვებმა ეს დღე ძალიან გაალამაზეს და ძალიან ლამაზად წარმოაჩინეს სალონური საღამო, რომელიც მიეძღვნა გურიის და გურიელების ისტორიას. ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო ძალიან შემეცნებითი, ამავდროულად საინტერესო და მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს, რადგან ეს ყოველთვის დარჩება ჩვენს, ასე ვთქვათ, განვითარებულ მეხსიერებაში. ეს პროექტი ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან საინტერესო იყო და მადლობელი ვარ მუზეუმს და ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს პედაგოგებს ვარდო ჭინჭარაძეს და ეკახლონს. 20 მაისს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა. მასშტაბურად და გამორჩეულად აღნიშნეს ეს დღე ნომერ 2 საჯარო სკოლის 10 უკვე კურსდამთავრებულებმა. წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და მასზე დატანებული კეთილი სურულები ამ დღის მთავარი ატრიბუტია. ასე იყო გუშინაც ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციულად ბოლო ზარის ღონისძიება თეატრში აღნიშნეს. ადა ბ კლასი ცალ-ცალკე წარსდგა მაყურებლის წინაშე და მათი 12 წლიანი პერიპეტიები ბავშვებმა საინტერესოდ და სახალისოდ წარმოადგინეს. ოქროს მაძიებლები და ლელოს გამტანები. პარალელები ამ პირობითი სახელწოდებით დაიყვნენ და გამორჩეულად საინტერესო და სამახსოვრებელი და იუმორით სავსე ისტორიები, როგორც მასწავლებლებზე, დირექტორზე, ასევე მათზე ჩვენ თვალწინ გააცოცხლეს. დღეს ბევრ სიხარულთან ერთად მცირედი სევდა ახდა, სევდა ბავშვობასთან გაშორებისა. ღონისძიებას გამორჩეული ქორეოგრაფიული და სასიმღერო ნომრები კრავდა და კიდევ მეტად ალამაზებდა. საღამოს კულმინაცია კი მოსალოცად და დასალოცად სცენაზე ასული სტუმრები და დირექტორი გახდათ. ასევე ფოიერვერი, რომელიც მე-12 კლასელების დიდ სიხარულს ყველაზე უკეთ გადმოსცემდა. უბრალოდ სიტყვებით შეუძლებელია გადმოცის ემოცია, რაც ჩვენ გვქონდა სცენაზე დგომის დროს. ეს დღე ერთგვარად როგორც თქვი არის როგორც ემოციური, ასევე სევდიანი, სასიხარულო დღეც, მაგრამ გსურდა რომ რაღაცნაირად ეს სევდა მაყურებლამდე მიგვეტანა ისე, რომ ყველაფერი არ დამთავრებულა. ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ აუცილებლად გადავცურავთ თვალს და ჩვენ ისევ დავბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყეთ. მადლობა ყველას, მადლობა თეატრს, მადლობა ჩვენს მასწავლებლებს იმისათვის, რომ მოგცეს შანსი დღეს გამოსულიყავით სცენაზე და გვეთქვა ჩვენი სადგური. ძალიან მალე გავიდა ეს 12 წელი და სიმართლე თითქოს ვერც ვიგრძენი. აი ყველა როგორი ჩართული იყო მასწავლებელი, არ ვიცი ბავშვი, აი უდიდესი მადლობა თითოეულ მათგანს და მეორე სკოლის დამსახურება, თეატრის დამსახურება, ყველა ჩვენგანის დამსახურება, რომ ეს საღამო ასეთი საოცარი გამოვიდა. მადლობა ყველაზე ძალიან მიყვარხარ და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდით. ძალიან ემოციური დღე იყო, ისე გავიდა ეს 12 წელი, ვერც კი შევამჩნიე. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მშობლებს, იმიტომ რომ ისინი სულ გვერდში გვედგან 12 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ჩვენს დამრიგებელს, რომელიც კარგ დღეებშიც და ცუდ დღეებში სულ ჩვენთან ერთად იყო და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დირექციას და ქალბატონ ფატისიორიძეს. ჩემი ემოციები დღევანდელ დღეს ენით აუღწერელია. ჩვენი სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დავხურეთ დღეს განსაკუთრებულად გამორჩეულ ულამაზეს უნიჭიერეს კურსდამთავრებულებთან ერთად ულოცავ მათ ამ გზაზე წარმატებით სიარულს. მინდა რომ ყველა ახალი ნაბიჯი ახალი წარმატების საწინდარი იყოს მათთვის, დასახული მიზნები რაც აქვს მიაღწიოთ ყველაფრისთვის და ის სიყვარული, პატრონისცემა და თანაგრძნობა რაც სკოლიდან გაყვათ, უნდა მებრძოლი იყოს ცხოვრების მანძილზე.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ოზურგეთის მერცხალი დღეს თბილისში არაგველებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. მასპინძლები 56 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა ოზურგეთელმა დიმიტრი ჩაფარიძემ 65 წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მერცხალს 1 ქულა მოუტანა. 8 ტურის შემდეგ ოზურგეთის მერცხალს 12 ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრას მერცხალი 28 მაისს საკუთარ მოედანზე გამართავს და კოლხეთი 2-ს უმასპინძლებს. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.